მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო თემას გეგმავდით დღეისთვის, მაგრამ უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მთლიანად შეგვიცვალა გეგმები, თუ შეიძლება ასე ითქვას და დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვეცდებით გავაანალიზოთ, რა საფრთხეებს შეიცავს ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და ძალიან დიდი თემაა, თუმცა ჩვენ ვეცდებით იმ კონტექსტში, რა კონტექსტში შეიძლება რომ გაიშალოს პირველ ნახევარსაათში, ანუ პირველ ბლოკში ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბროთ და ამისთვის მოწვეული გვყავს ძალიან კარგი სტუმრები, ბატონი გიორგი სანიკიძე, ბატონი დიმიტრი მანჯავიძე, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და რა თქმა უნდა პირველი შეკითხვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმას ყველაფერს რაც უკვე მოხდა, აქვს ძალიან ღრმა საფუძვლები. ბატონი გიორგი, თქვენი მოსაზრება რა საფუძვლებზეა საუბარი და საიდან მოხდა აი ამ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რა იყო ამის მიზეზები? პირველ რიგში ღრმა საფუძვლები აქვს არა მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოსთან, ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ხდება, რაც დიდი ხნის ისტორია აქვს ახლო აღმოსავლეთში. ეს არ არის მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული, ეს არის სხვადასხვა რადიკალურ რელიგიურ მოძრაობებთან დაკავშირებული და ასევე დაკავშირებულია იმ აურაცხელ გადაუწყვეტელ პოლიტიკურ, სოციალურ და ასე შემდგომ პრობლემებთან, რაც ამ რეგიონში არსებობს დღეისათვის. საკუთრივ ისლამური სახელმწიფო შედარებით ახალი მოვლენა არის, მაგრამ ისიც სახასგასასმელია, რომ პრაქტიკულად ყველაზე სერიოზული გამოწვევა არის დღევანდელი მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის, რაც ჩვენ კარგად დავინახეთ სულ უკანასკნელი მოვლენების ფონზე. უნდა თქვათ ერთი რამ, ბატონი თქვენ ჩაერთოთ ამ საუბარში არსებობდა ძალიან ბევრი დაჯგუფება, თუნდაც სირიის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი სხვადასხვა დაჯგუფებაა და მათ სხვადასხვა თქვათ მიზნები და გეგმები აქვთ. რა არის აი ის ძირითადი მიზანი, რაც ამოძრავებს ამ ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოს ISIS-ის გულისხმობ ამ ეტაპზე მხოლოდ ბოლო მოვლენების აქტიურ მონაწილეს, რომელმაც აღიარა ფაქტიურად ის რაც გააკეთა. ძალიან შორს საგვიყვანდა მე სრულად ვეთანხმები კოლეგამ რაც თქვა, უბრალოდ დავუმატებ, განვავრცობ იმ ხრივ, რომ მოდით პირდაპირ მივიდეთ იმ პრობლემასთან, რაზეც გვაქვს საუბარი, რომ არ გამოგვივიდეს ლექციის სახის, არამედ კომენტარი ამ მდგომარეობაზე, რაზეც საუბრობთ. რითი დაიწყო 2011 წელს არაბული გაზაფხული? ყველას გვახსოვს. ტუნისში, მეორე ხარისხოვან ქალაქში, ხილის გამყიდველმა ახალგაზრდა კაცმა დაიწვა თავი. აი ეს მსხვერპლშეწირვა, ფაქტიურად თავისი თავის, იყო მთელი რიგი იმ ტალღისებური, თქვათ, მოქმედებების მიზეზების გამო, რაც კოლეგაც შეეხო ამას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავამეორო, ეს არის სოციალური უთანასწორობა, ეს არის შეაძლებლობების ნაკლებობა, ცხოვრებისეული, ეს არის არანორმალური კორუფცია, რომლის ყოველდღიური და რის შედეგიც იყო ეს ფაქტი. აი ამ მსხვერპლშეწირვამ, რასაც მე სხვა სიტყვას ვერ ვნახულობ, შეიძლება უკეთესი დეფინიციაც იყოს ამისი, ბიძგი მისცა ასეთივე მოვლენებს მთელ არაბულ სამყაროში, მათ შორის სირიაშიც, ნაკლებწილად ერაყში, იმიტომ რომ ერაყში უკვე თავისი ბევრი პრობლემა იყო და ეს აი ამ თოვლის გუნდის პრინციპით განვითარდა, როდესაც აკრიფა არანორმალური ძალა, რომ თითქმის მთელ განვითარებულ არაბულ სამყაროში, წიგნობრულ არაბულ სამყაროში, ასე რომ ვთქვათ, გულისხმობ სირიას, გულისხმობ ეგვიპტეს, ლიბიას, დაიწყო ეს პროცესი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უთანასწორობის, კორუფციის, შეაძლებლობების ნაკლებობის, სოციალური არამდგრადობის წინააღმდეგ.
რაღაც ეტაპზე ჯერ არ არის არც ერთი კონფლიქტი, ეს იქნება კონფლიქტური სიტუაცია, სადაც რაღაც მომენტში რელიგია არ გამოვა წინა პლანზე. ეს მარტო ისლამს არ ეხება, ამიტომ ნუ დავაბრალებთ, რომ ერთი რელიგიის ბრალია მარტო ძალადობა, ქრისტიანობა. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ მაგრამ რაღაც მომენტში ეს რელიგიური ელფერი მიეცა, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო ამაზე მე შეიძლება საუბარი არ მოხდა გადაწყვეტა ამ კონფლიქტის, რომელსაც როგორც გითხარით, რაც ქონდა საფუძველი და ხედავთ, რომ დავუშვით ირანის და რუსეთის მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის გადარჩენამ გაიწვა პროტრაქტირება, ესე იგი გაწელვა ამ კონფლიქტის და ამის ფონზე კიდევ უფრო მოიმატა ისლამურმა ელემენტმა, რომელიც შემდგომ დაუკავშირდა, ჩამოყალიბდა ყველაზე რადიკალური ფორმით და გადაწყვდა აგელ ევროპას. რატომ არ გამომივიდეს გრძელი საუბარი, ამაზე შეგვიძლია ვთქვათ, რატომ აინც და მაინც საფრანგეთში და რა არის კიდე მოსალოდნელი. მოდით ეს ცოტა შეგვეკითხებით. ეს ცოტა გვიან. საფრანგეთის თემა აუცილებლად უნდა გადავდოთ, თუმცა ამაზეც ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს და აი უკანასკნელი მოვლენების, სულ ბოლო მოვლენები ვთქვათ, დიდი ოცეულის შეხვედრის ვთქვათ, თქვენ როგორ ფიქრობთ რა რითი შეიძლება ეს შემდეგ გაგრძელდეს? ამაზე სულ ბოლოს დავსვამ შეკითხვას. ბატონ გიორგი, ასეთი მძიმე და აგრესიული ფორმები გამოხატული ვთქვათ ISIS მიერ. ეს არის ვთქვათ მათი მიზნის ყველაზე მძაფრი გამოხატულება და ისინი აპირებენ რომ აი ასეთი ფორმით დანაწევრებული წერტილოვანი შეტევით ვთქვათ დასაბამი მისცენ სრულიად ახალ ფორმას ომისას ვთქვათ მესამე მსოფლიო ომის შეიძლება წარმოვიდგინოთ ამ ტიპის რომ მან მიიღოს აი ესეთი სახე ესეთი დანაწევრებული წერტილოვანი დარტყმების. იცით მე ასე ვიტყოდი რომ ეს ომი დღესაც დაწყებულა. ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა რომ დღეს ომი მიდის ჩვენ ომში ჩავერთვით. თუმცა ბაშარ ალ-ასადმა მას უპასუხა რომ ეს ომი 5 წელია უკვე მიდის. გაცილებით დიდი ხანია ეს დაიწყო ვლინდება საერთაშორისო ტერორიზმის სახით. ტერორიზმი არის სწორედ ის იარაღი რომელიც ყველაზე ადვილად შეუძლია გამოიყენოს ისეთმა წარმონაქმნმა როგორც არის თქვათ ისლამური სახელმწიფო ან ისეთმა ორგანიზაციამ როგორც არის ალ-კაიდა. რატომ? იმიტომ რომ ტერორიზმი არის მოულოდნელობის ეფექტზე დამყარებული შესაბამისად რაც არ უნდა მომზადებული იყვნენ ქვეყნის შესაბამისი სამსახურები მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად როგორც დავინახეთ განვითარებულ დასავლეთშიც ამისთვის მზადყოფს დასავლეთშიც ამისი წინასწარ ყოველთვის წინასწარ პრევენციული ზომების მიღება ყოველთვის შეუძლებელია. არის შემთხვევები, როდესაც ზოგჯერ ღიად ლაპარაკობენ ამის შესახებ, ზოგჯერ არ ლაპარაკობენ ღიად, როდესაც მომხდარა თავიდან აცილება, საკმაოდ სერიოზული ტერორისტული აქტების, მაგრამ საქმე ის არის, რომ როგორც გამოჩნდა, რომ ყოველთვის ამის თავიდან აცილება არ შეიძლება. პრობლემა არის არა ზოგადად პრობლემა ის დასავლეთის დღეს რაც კარგად არის გაცნობიერებული რომ არსებობს პოზიცია მაგრამ არ არსებობს ხანგრძლივადიანი სტრატეგია ამ ასე ვთქვათ სენთან დაპირისპირებისა ვინაიდან ერთეული წერტილოვანი დარტყმებით ამ მოვლენას ვერ მოსპობ ამ საფრთხეს ვერ მოსპობ სხვადასხვა საკმაოდ გრძელვადიანი აღმოჩნდა მაპატიეთ ჯაგიჭერით საკმაოდ გრძელვადიანი აღმოჩნდა თავად ისლამური სახელმწიფოს გეგმა რომელსაც პირდაპირ ქალაქები დაასახელა რომელსაც შემდგომ შეიძლება იგივე საფრთხე დაემუქროს აი რას უპირისპირებს ამას დასავლეთი თქვა რა შეიძლება რომ ამის აპირისპიროთ ეს არის ასეთი განცხადებები სხვა ორგანიზაციების მხრიდან რა ამიტომ ჩავთვლით რომ აუცილებლად ბუნებრივია ეს არის რა რომ ისლამური სახელმწიფოს იდეა რა არის იდეა არის პირველი ალ-კაიდასთან განსხვავებით სხვათაშორის იდეა არის პირველი სახელმწიფოს რეალური სახელმწიფოს შექმნა რომელიც მოიცავს ისლამურ სამყაროს და მოიშორებს ან მეორე მხარისხოვან ადამიანებად გადააქცევს სხვა რელიგიების წარმომადგენლებს ამ ტერიტორიაზე და მეორე იდეა რაც თავიდანვე ჩემ მთელი მსოფლიო რომ მოიცვას ესეთი უტოპიური იდეა მაგრამ
რეალობას დღესაც არ ვწყვეტოთ. გარკვეულ ტერიტორიებს ეს, თქვათ, წარმონაქმნი, რომელიც თავს უწოდებს სახელმწიფოს, დღეს მართლაც აკონტროლებს. ეს იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც არასწორობისთვის ბრძოლას შეუდგა, თუ თავიდანვე იყო ჩადებული მათ იდეოლოგიაში, რომ მთელი მსოფლიო უნდა გახდეს, თქვათ, ეს იდეა, ძალიან ზოგადი იდეა არსებობს, რომ ჭეშმარიტი რწმენა არის ისლამი, მაგრამ ხო შეიძლება რომ ვისაუბროთ რაღაცა მე-7 საუკუნის ან მე-8 საუკუნის კატეგორიებით 21 საუკუნეში. აი ეს არის პრობლემა ზოგადად, აი რადიკალიზმის პრობლემა, რომ ასე ვთქვათ, ჩამორჩენას დასავლეთთან შედარებით უძალობას ხედავს იმაში, რომ ჩვენ ოდესღაც ძალიან ძლიერები ვიყავით. და რა მოხდა? ის მოხდა, რომ ჭეშმარიტი რწმენა დავივიწყეთ. მოდი აღვადგინოთ ისაც, მე-7 საუკუნეში იყო და ყველაფერი კარგად იქნება. ბატონო დევიდე, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ახერხებს, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო იმ ადამიანების და თანამოაზრეების შეკრებას, რა ხერხებით, რა საშუალებებით, არის თუ არა ამ ყველაფერში მონაწილე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც. თუნდაც ის რიც რომ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდანაც კონკრეტული ლოკაციებიდან არიან ადამიანები, რომლებიც ამ მოძრაობაში მონაწილეობენ. პირველ რიგში, თუმცა სრულად ვეთანხმები, რაც ითქვა, მაინც როდესაც ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოზე საუბრობთ, არც ეხლა და არც შემდგომში, რამდენხანსაც იარსებებს, მას არავითარი სახელმწიფოს ფორმა არ აქვს. მას მართვა არც ერთი ტერიტორიის, რომელზეც ის არის, არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ის ძალიან ნადვილად თმობს და იკავებს ტერიტორიებს. მაგალითად, 2 დღის წინ გაიპარა ალბათ აი ამ პარიზის ამბებთან ფონზე სინჯარი, ეს არის იეზიდების ქალაქი, იეზიდების ცენტრი, ქურთმა მებრძოლებმა, ფეშმერგამ აიღო. და განდევნა ის, მაგრამ ამას არავითარი განსაკუთრებული გავლენა მათზე არ მოუხდენიათ. რატომ? დღევანდელ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს ისლამური სახელმწიფო, და ეს შეიძლება დარწმუნებით და ერთნიშნულად ითქვას, არ არის არავითარი მმართველობის ფორმა. არავითარი სოციალური, ბიუროკრატიული ან სხვა სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც მართვას უკავშირდება. ამიტომ დღეობით ის ხალხი, ვინც დარჩა იქ და ვინც ცხოვრობს, არის არანორმალური გადინება, მაღალი, ესე იგი, ყოველგვარი ომის გარეშე, უბრალოდ ამათი კონტროლის ქვეშ არიან. ხალხი გარბის არა იმიტომ, რომ მათ არაისლამურობის და რელიგიური პრინციპით ჯისვინმე, იმიტომ რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. არ არის ექიმი, არ არის სხვადასხვა სერვისები და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის მათი იდეოლოგია. სრულიად თავისუფალი არსებობა ექიმის გარეშე, მასწავლებლების გარეშე. სახელმწიფოს ხა ისინი რას დაირქმე, ესეც ძალიან ძლიერი იდეოლოგიური ნაბიჯია, ხო, როდესაც ირქმევ სახელმწიფოს, იმიტომ რომ აი ჩვენს გვეპარება ხშირად და ამ სახელმწიფოს პერმანენტული არტიკულირება იწვევს რაღაც გაიგივებას მათ, რაღაც სახელმწიფოებრივ ან სისტემურ წარმოქმნას. ეს არის ტერორისტული, ძალიან დიდი ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც შეიქმნა იმის გამო, რომ პრობლემები ვერ გადაწყდა. ვერ გადაწყდა არა მარტო სირიაში. თუმცა შეგვიძლია შეგიკამათოთ, რომ ბევრ სახელმწიფოშიც ვერ წყდება პრობლემები, ამის გამო სახელმწიფოები არ წყვეტენ, ხომ? ცხოვრებას ხო შეიძლება. მე არ მინდა კასანდრა არა ვარ და იმებს არ მაჩვენ, მაგრამ ის რასაც მე ვამბობ, ერთხლის ბანალურიც არის, იმიტომ რომ შესანიშნავად ვიცით ყველა რას ნიშნავს უდანასწორობა, რას ნიშნავს კორუფცია, რას ნიშნავს შეძლებულების არ ქონა, შეიძლება ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვზივართ, არის ეს პრობლემები, მაგრამ აქ არის შეძლებელი კი არა, არის რა თქმა უნდა, საკმაოდ მკაფიოდ გამოსახული. აქ არის კრიტიკულ მასაზე ლაპარაკი, რომელიც არა მარტო შიგნით, არამედ გარეგანი ძალის მიერ შეიძლება იყოს ინსპირებული და ეს შეიძლება იყოს გამოყენებული. ყოველთვის აი ჩვენ საუბრობდით, თქვენ ახსენეთ, ახლა რატომ მიდიან საქართველოს? ვინ მიდის? ეს თითოეული ის ესეც არის ჩვენი მედია. ის კი არა მოხდეს გლორიფიკაცია იმ ადამიანების, ვინც იქ მიდის და მათი პიროვნებების წინ გამოწევად და მაგრამ უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ეს ადამიანები. ალბათ და მე დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას რო ჩახედოთ, ეს არის ხალხი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი პრობლემები თავის რეალიზაციის
იმ პირობებში, რომლებშიც დღეს არიან. უბრალოდ ამას დაერთო ეთნიკური მომენტი ძალიან ხშირად, ამას დაერთო რელიგიური მომენტი, რამაც გაუაგვივა სოციალური პრობლემები თქვა, მაგრამ საფუძველი მაინც არის ის, რომ მათი შეეძლებლობები თვითრეალიზაციის, თვითგამოხატვის, წინსვლის იყო ძალიან მნიშვნელოვნად შემცირებული და შეიძლება არ არსებულიც კიდევ. აი ეს არის წყარო, რომლიდანაც იბადება ეს ყველაფერი, ჩვენ უბრალოდ ზევიდან, ზედაპირზე ვხედავთ ხოლმე მერე ამას ყველაფერს, მაგრამ ყოველთვის უნდა ჩავყვეთ ბოლოში. და ერთი საკითხი კიდევ ამ ჩემი აზრი რომ მოგაწოდოთ ამ თემის შესახებ. რადიკალური მოძრაობები არის იმ ძალებშიც, რომლებსაც ასე დღეს უჭერს მხარს დაუშვათ ის ოცეული ახსენეთ თქვენ. დიდი ოცეული. თავისებური წარმონაქმნია ეს ოცეულიც, ეს დიდი ოცეული უჭერს მხარს, ხომ? პრინციპში, როდესაც ჩვენ ირანზე ვლაპარაკობთ, ხომ? და ირანთან აი ამ წარმატებულ მოლაპარაკებზე, ირანი დღესდღეობით არის ძალიან რადიკალური რელიგიური რეჟიმი, რომელსაც აქვს ძალიან რადიკალური შეხედულებები რელიგიური მართვის შესახებ და ასე ვთქვათ, ისიც არის გარკვეულწილად დამყარებული ამ პრინციპზე. თქვენ რო ნახოთ დღევანდელი ერაყის მთავრობა, რომელიც ასევე სრულიად შიიტებისგან შედგება, ხო, ძალიან პატარა იქ სუნიტი არაბების წარმომადგენლობა, ასევე არის სექტარიანულ პრინციპზე დაღმობილი. ამიტომ იცით საუბარი იმაზე რომ მთლიანად აი მოვსპობთ ჩვენ ან ეს დასავლეთი და ეხა აღმოსავლეთიც ესე ჩანს ყველა ჩაერთვება ერთად და მოსპობენ ამ ისლამურ სახელმწიფოს ამეთი პრობლემა არ მოგვარდება. არ გადაწყდება მოვა სხვა? არა, იმიტომ რომ ესენი უკვე არსებობენ და კიდევ ერთხელ თუ არ წავიდა მთლიანი ყურადღება ძირეული პრობლემის გადაწყვეტაზე, რომელზეც აღარ გავიმეორებ, რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ მოგვარდება და ერთ პატარა კავშირს გავავლებ ერთმანეთთან, ასევე შეგახსენებთ. მე არ მახსოვს, უბრალოდ არ ვიყავი მაშინ საქართველოში, ალბათ თქვენმა ტელევიზიამაც გააშუქა ეს, თუ თქვენ გახსოვთ, რაზე გაიგეთა კარიერა პრეზიდენტმა სარკოზიმ 2007 წელს, ხო? ეს იყო უშველებელი გამოსვლების ჩახშობა პარიზში. აი ისინი ვინც დღეს იღებენ მონაწილეობას პარიზის არის ის ხალხი რომელიც აი იმ წრიდან და აი იმ უკმაყოფილო ათეულათასობით ადამიანიდან არიან უბრალოდ უფრო რადიკალურები და უბრალოდ რომლებიც მოყვნენ ინდოქტრინიზაციის პროცესში ბოდიში გამიგრძელდა ეს ძალიან დიდი თემა, მაგრამ ჩვენ დღეს აი მაქსიმალურად ვეცდებით რომ მცირედ ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს. მე ეხლა დავსვამ ამ შეკითხვას რატომ საფრანგეთში და რატომ პარიზში და მე მთლიანად უნდა გადავიდე უკვე ჩვენ პატარა ქვეყანა დიდი პრობლემის წინაშე, ანუ დიდი მოვლენების წინაშე. აი ამ თემით მინდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, თუმცა რატომ პარიზში ორივეს მოსაზრება მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. რატომ პარიზში? ბატონმა თვითონ ბევრი საკითხი წამოჭრა ძალიან საინტერესო მაგათ რა გვაქვს საუბრის ამის შესახებ, მაგრამ პარიზში რატომ? მართლა ძალიან საინტერესო კითხვა. პირველი ის რომ საფრანგეთი არის ხისტად სეკულარული ქვეყანა. ყველაზე სეკულარული ქვეყანა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მუსლიმ გოგონებს ჩადეთ სიარული ეკრძალებათ სკოლაში. ეს ასე არ ხდება ამერიკაში, ეს ასე არ ხდება დიდ ბრიტანეთში. მეორე, თითქოს საფრანგეთი წარმოადგენს ყველაფერს იმას, რაც შეიძლება ეზიზღებოდეთ, ზულდეთ ფუნდამენტალისტებს და რადიკალებს, რადიკალ კლერიკალებს. თავისუფალი სამყარო, თავისუფალი ადამიანები, ულამაზესი პარიზი გამოდის მსოფლიომ გაწირა პარიზი ამისთვის. ასეთი ესა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პარიზი არ იყო შემთხვევით არჩეული, ბუნებრივია, ასე ვთქვათ, სეკულარიზმის ბუდეს დაარტყეს ამ რადიკალმა ისლამისტებმა, მაგრამ მეორე მხრივ ესეც არ იყო გამორიცხული, რომ მეთმა დაიფაროს, მაგრამ რომი აღმოჩენილი იყო, ლონდონი აღმოჩენილი იყო და ასე შემდეგ.
ესეც ფაქტია. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ალბათ თავარი მიზეზი. ეს სიმბოლურად არის, აი მე სულ ვამბობდი, რომ ალ-კაიდა ყოველთვის მოხდა თუ არა ეს აქტი, ვიფიქრე, რომ ეს ალ-კაიდა არ არის. რატომ? ალ-კაიდა ყოველთვის ირჩევს მაინც უფრო ასეთი ბიოტექნოლოგია ასეთია, რომ გამორჩეულ შენობას, გამორჩეულ ადგილს, საჩვენებელ. ეს არ იყო იმდენად თავიდანვე ალბათ გარკვეული იყო სტადიონზე შეღწევა ძალიან რთული იქნებოდა. მithumet ეს პრეზიდენტი ესწრებოდა მას. ესეთი მეორე ხარისხოვანი ქალაქის თითქმის ცენტრში ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ პრინციპში არც თუ ისე გამორჩეულ და პოპულარულ უბნებში პატარა რესტორანი, არც თუ ისე დიდი საკონცერტო დარბაზი, მაგრამ თავისთავად სიმბოლო ამ შემთხვევაში უფრო ქალაქი არის. ალ-კაიდა შეიძლება და ალ-კაიდას უწამებდა მეტად დაიფაროს და აირჩია ეიფელის კოშკი. სამის. გასაგებია უფრო. ბატონ დიმიტრი, დიდი ოცეულის შეხვედრა შედგა გუშინ და ეს იყო ალბათ ისტორიაში ყველაზე მეტად დახურული ჟურნალისტებისთვის შეხვედრა, სადაც ყველა ჟურნალისტი გადმოცემდა უბრალოდ ზეპირ მონაყოლს როგორ ჩამოვიდნენ, როგორ შევიდნენ, როგორ დაიკავეს დარბაზში ადგილები და ერთადერთი რაც გადაიღეს ჟურნალისტებმა ეს იყო საერთო ფოტო ოცეულის ლიდერებმა, რომელიც განახორციელეს ერთად და არანაირი დაზუსტებული ინფორმაცია გასაგებია ალბათ იმ პროცესების შემდეგ გამორიცხულია თქვა ხა ზედმეტი კომენტარები გაკეთებული იყო მაინც არსებობს ალბათ რაღაცა ვარაუდები რაზე შეიძლება შეთანხმებული იყვნენ რა შეიძლება მოყვეს ამას იქნება ამაზეც ვისაუბროთ და ბოლო 5 წუთი მინდა უკვე საქართველოს თემას დავუთმო თქვენ როგორ ფიქრობთ რა შეიძლება როგორ აი რა უნდა ვივარაუდოთ ამ შეხვედრაზე რა უნდა მოხდარიყო ცით ალბათ ძალიან ბევრი დროს არ წაგართმევთ იმით რომ რაღაც ვარაუდები გამოთქვა, მაგრამ ერთი საინტერესო რაღაცა არის, რაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ჩემი პირადი აზრით. ეს არის ის, რომ შესაძლებელი ყოფილა, იმიტომ რომ იმ დიდ ოცეულში არის კიდე უფრო დიდი 7-ეული ან 5-ეული ან 8-ეული. ჩვენში რო დარჩეს. ხო და 1-ეული, 2-ეული მე მგონი უფრო და ყველაფერს ამას პლუს თურქეთი. კი თურქეთის ფაქტორზე იყო ძალიან სერიოზული. მაგრამ ყველა ძალიან ცუდი ჩემის აზრით დიდი ხანია მე რა ვიცი რაც მე მისწავლე პადრიარქი შემისწორებს მე თუ შევწდი როგორც კოლეგა მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში სამხედრო ავანტიურით და სრულიად გაუმართლებელი სამხედრო გაუთვლელი და ძალიან პრაგმატულად გულცივი სისხლიანი მოქმედებით მე რუსეთზე მაქვს ლაპარაკი მის შეჭრაზე შეცვალო სიტუაცია რო შენი გამორჩენისთვის პირდაპირ ვთქვათ ხომ ქართულად ეს სიტყვა მომდის პირველად აზრი მიიყვანო სიტუაცია იქამდე რომ დაგელაპარაკონ და ჩაერთო ისევ პროცესში რომელშიც პრინციპში შენ არ უნდა მონაწილეობდე. ანუ ეს იყო პირდაპირ სიგნალი. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს ვივარაუდოთ. ის კიდე რა მოილაპარაკ, მოლაპარაკებები დარწმუნებული ვარ იყო იმაზე, რომ რაქნა სირიის რეჟიმთან, ამ ბაშარ ასადს კაცს, რომელსაც მამამაც და თვითონაც ათეული ათასობით ადამიანის სისხლი აქვს ხელზე, ხო? მისი მათი ბრძანებების შედეგად, ხო? რა უყო ამ არანოირ ყველაზე ოდიოზურს სადამ ხუთესეინის მერე ნარჩენს, ხო? ჯერ პან-არაბული და შემდეგ ბაასისტური პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკური მოძრაობების მონსტრებს. ხო, ეს მოლაპარაკები ბევრი რაღაც ტაქტიკურ, მაგრამ თავარი მოხდა ხალხო ის, რომ ის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთის სახით, ხო, რომელსაც აშკარად ქონდა მითითებული მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ, მე არ მეშინია ეს სიტყვა ესე რომ ვთქვა და ასე დავაპირისპირო ერთმანეთთან კავშირში, თავისი ავანტიურით შეძლო რომ ამოეტრიალებინა ეს ყველაფერი და დღეს შეიძლება გარკვეული უფრო რბილი ფორმით, მაგრამ მაინც არის მიღებული ისევ იმ კლუბში ქვეყნების,
რომლებიც ერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ. შეიძლება ვიღაცამ მითხრას, აბა ამერიკელებმა რა გააკეთეს, ეს ძალიან ხშირად ისმის სამწუხაროდ ამ ბოლო დროს საჭიროა თუ საჭირო არ არის, ყველგან ადარებენ ერთმანეთს. ხალხო, არ დაგავიწყდეთ, რომ 2003 წელს ამერიკელები ჯერ თავის თავს უფრო მეტად აკრიტიკებენ, ვიდრე ჩვენ შევძლებთ იმას, თუ როგორ შეიჭრენ ერაყში და რა მოხდა და ალბათ იმ თავის შეცდომები ჩვენზე კარგად იციან და ვისაც უნდა წაიკითხავს და ნახავს რამდენად თვითკრიტიკულები და ღრმად მიდიან ამ ძალიან სამწუხარო წარსულის გამოცდილების ანალიზისთვის, ხო? მაგრამ პირველი რაც გააკეთეს, ეს იყოს, რომ მოუღეს ბოლო მმართველობა სადამ ჰუსეინის, რომლის რეჟიმის რომელმაც მარტო ქიმიური ამ სპეციალური გაზი რო არის მომწამლავი 15000 კაცი არის დაღუპული მაგალითად იმ ქალაქში სადაც მე მუშაობდი ერაყში ქურთები ხომ არის მთლიანად ამოწყვეტილი ეთნიკური ჯგუფები მაგალითად მარშის არაბები ხომ ამიტომ იცით ეს საპირწონე ესე ადვილი შედარებებია აბა ის კარგი იყო ამას რატო არ შეუძლია სრულად მიუღებელი არის და ჩემთვის აი ამ ოცეულიდან ეს არის ყველაზე საკვირველი, რომ ჩემ თვალწინ ისტორიაში ხდება მე-19 საუკუნის ვენის კონგრესის დროინდელი დონის გადაწყვეტილება, როდესაც ქვეყანა აი ესეთი ავანტურული მოქმედებით ფაქტიურად იბრუნებს დროებით ყოველ შემთხვევაში შეაძლებლობას, რომ გავლენა იქონიოს პროცესებზე, რომელზეც მას ან აქვს, ან არა აქვს უფლება რომ მონაწილეობა იყოს. და საქართველოს პატარა ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე ჩვენ როგორ უნდა წარმოვჩინდეთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი თუ შეიძლება ასე ითქვას, იქნებ აი ამაზე სულ 4 წუთია დარჩენილი, ამიტომ უნდა გავინაწილოთ. იმიტომ პერიოდი სიტყვით ესე იგი ჩვენ აქ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ გლობალური პროცესების მონაწილე ერთი და მე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უაღრესად ფეთქებაცაშიშ რეგიონში ვართ სამწყაროს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სიფრთხილე გვმართავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პანიკა იყოს, ან უდარდელობა. იგი რაღაცა უნდა იყოს ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, დაწონილი, ასე ვთქვათ, მიდგომა. მეორე მომენტია, სულ რამდენიმე დღეა გაისმა, ეს რამდენიმე თვის წინაც გაისმა, სხვათაშორის ეგრეთ წოდებული გუჯისტანის ვილაიეთის საკითხი, რომელიც აი ასევე რაღაცა თითიდან გამოწვეული ალბათ საქართველოსთან წამოსული იმ მებრძოლების ასე ვთქვათ იდეა არის გუჯისტანის ვილაიეთი მართლაც არსებობდა მაგრამ მისი დიდი ნაწილი დღეს მოქცეული არის თურქეთის სახელმწიფოში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეკულისმება ამიტომ აი ეს ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ და ვიმედოვნოთ რომ ეს ყველაფერი არ მოხდება ისლამური რადიკალიზაციის ტალღები რომელსაც კარგი მომსახურება ჭირდება რას გულისხმობდით თქვენ სტატიაში ესეთი გამონათქვამი. იცით რა არის? პირველ რიგში საჭირო მე მგონია რომ ეს ყოველთვის მიმდინარეობდა ამ ქვეყანაში. ერთი წუთია დარჩენილი ბატონო დიმიტრი, ამიტომ მე ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. არაფორმალ საზოგადოებრივ დონეზე ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით აი ესეთი ტიპის დიალოგისათვის. პირველ რიგში არის საზოგადოების მზადყოფნა და ინფორმირება საჭირო, რასაც თქვენც ასრულებთ. სახელმწიფოს მზადყოფნა და უშიშროების ზომები თავისთავად საჭიროა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კეთდება პროფესიონალურ დონეზე. მაგრამ შიდა კონსოლიდაცია ცოდნაზე დამყარებული რეალური მოვლენების, რომელიც ჩვენ შემოხდება, იქნება ყველა ჩვენთვის გადამწყვეტი. სხვა შორის ჩვენ აუცილებლად ავიღებთ ამას რაღაცნაირად გეგმად, რომ პერიოდულად შევიკრიბოთ და ის თემა, რომელიც იმსახურებს კვირაში ერთხელ მაინც სერიოზულად რომ მივაწოდოთ მაყურებლებს, თუნდაც იმისთვის, რომ ინფორმირებულები იყვნენ მეტად და იცოდნენ, თქვათ, რა საფრთხეები და რა საფრთხის შემცველია სხვადასხვა სახელმწიფო, თქვათ, იგივე ჩვენთან დამოკიდებულებაში. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მოგიწევთ ხშირად რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ახლა მოამბიშ ჭრაზე გავდივართ.